საღამოს მშვიდობისა მეგობრებო, დღეს 17 იანვარია, დღეს პარასკევია და ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერშია მთავარი გეოპოლიტიკური შოუ დიდი სივრცე. შეგახსენებთ, რომ ყველაფრის მოსმენა შეგიძლიათ რადიო სიხშირეზე FM 98 და 5 და პრაქტიკულად ყველაფრის ნახვა შეგეძლებათ შესაბამის Facebook და YouTube გვერდებზე, ანუ რადიო სივრცის Facebook და YouTube გვერდებზე. დღეს ჩვენ ყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური მოაზროვნე და ბევრი რამის თქმა და რეგალის ჩამოსვლა შეგვიძლია, როდესაც საუბარია ნანა დევდარიანზე და მისი დღევანდელი ვიზავი, ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ნუკლი შოშიაშვილი. საღამოს მშვიდობისა მეგობრებო, მადლობთ ბორძანებისთვის. ძალიან ვიხარებთ დღეს ხათ, ვინაიდან გვაქვს საინტერესო თემა და ბოლოს სამშაბათს არის ინაუგურაცია ისტორიული. მაგრამ სანამ დავიწყებდეთ ჩვენს აქტიურ დისკუსიას, მინდა შემოგთავაზოთ მცირე პრევიუ, მოკლე წინასწარი ძალიან ხშირად საკვედურობს ჩვენი მსმენელი ქართულად ილაპარაკეთ, ქართულად პრევიუ არის მოკლე წინასწარი მიმოხილვა. არ ჯობია პრევიუს თქმა, ვიდეს სამ რამდენიმე სიტუაციით თქვი. მოკლედ შესავალი კი ბატონო იმ თემებზე, რომელსაც დღეს შევეხებით ჩვენ სტუმრებთან ერთად. მოკლედ ტრამპმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად ჰოლივუდში დანიშნა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არის მელ გიბსონი, ჯონ ვოიტი, ვინც არის ის ანჯელინა ჯოლის მამა, დაიმსახურა კაცმა. უკვე 90 წლის მიღწეული და ანჯელინა ჯოლის მამა თითვლება და სილვესტერ სტალონე, რომელსაც არ ყავს ესეთი ცნობილი შვილი, როგორც ჩანს. მოკლედ მელ გიბსონს აქვს გადაღებული ბევრი არაჩვეულებრივი ფილმი. ერთ-ერთი თვალსაჩინო კი არის აპოკალიფსი. ეს არის 2006 წელს გადაღებული და დარწმუნებული რომ ბევრს თქვენთაგანს ნანახი აქვს ეს კინო. ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო და ვისაც არ გაქვთ ნანახი, მოკლედ ნახეთ აუცილებლად. იქ რა არის საინტერესო? ეხლა ვერ მოგიყვებით მთელ შინაარს ამ ფილმის. მთავარი არის ის, რომ ეს მოქმედება ხდება ამერიკაში. ეს არის მე-16 საუკუნის დასაწყისი, ალბათ, ან მე-15 საუკუნის ბოლო. ეს არის მაიას ცივილიზაცია და აი მაიას ცივილიზაციას ტომებს შორის მოკლედ ერთმანეთს ანადგურებენ ეს ტომები და ერთ-ერთი ასეთი მოქმედების დროს აღმოჩნდებიან ოკეანის პირას და პირველად დაინახავენ სხვა ცივილიზაციის ადამიანებს, რომლებიც გემებით და ნავებით უახლოვდებიან ამ სანაპიროს. მოკლედ ესენი იყვნენ კონკისტადორები, ანუ ესპანელი დამპყრობლები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ისტორიიდან თუ რა დაემართა ამ ცივილიზაციებს. ეს ავტოხტონური ცივილიზაციები განადგურდნენ. რატომ დავიწყე გიბსონის აპოკალიფსით? იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეში მოხდება ტრამპის ინაუგურაცია, ხოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაიწყება დიდი გარიგების პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი იქნება მსოფლიოს გადანაწილება იმპერიებს შორის. და ამ გადანაწილებას მე არ დავიღლები ამის გამეორებით, შეეწირება რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ბევრი ქვეყნის პოლიტიკური საზღვარი და ეს პროცესი შეიძლება ყველაზე დრამატული აღმოჩნდეს მათთვის, ვინც გამოავლენს მომწიფებლობას და მეამიტურ მიდგომას ურთიერთობებში. ეს შეიძლება გამოვლინდეს ქცევაში, განსაკუთრებით პოლიტიკაში, მოკლედ გამოავლენს ინფანტილიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ახლა მინდა შემოგთავაზოთ რუკა, რომელსაც მივაგენი ერთ-ერთ რესურსზე. ეს არის ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ წარმოდგენილი მსოფლიოს ხედვა, რომელიც იყო ასახული მისი ადმინისტრაციის მიერ 1942 წელს, ანუ გაგანია მსოფლიო ომი მიდის. ესე იგი, ამ რუკაზე რას ხედავთ? ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შედის კანადა, მექსიკა, გრენლანდია, რამდენიმე კუნძული, რომელიც დღეს ან ესპანეთს, ან საფრანგეთს, ან ბრიტანეთს ეკუთვნის. ბრიტანეთს პრაქტიკულად გავლენის სფეროები არ აქვს. აქვს გავლენის სფეროები საფრანგეთს. საბჭოთა კავშირის საზღვრები გავლენის არ ვიცი, ესაზღვრება აქ რუკაზე როგორც ჩანს, იქ ესაზღვრება ბელგიას. სხვა ცენტრალური აღმოსავლური ევროპა არის საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ.
ერთიანი რაღაცას ქვეყნის მიერ არის, ერთი ქვეყნის მიერ არის გაერთიანებული ასევე სამხრეთ ამერიკა, ვხედავთ რომ აფრიკის რეგიონიც არის და ვხედავთ რომ არის გათვალისწინებული ჩინეთის გავლენის სფეროები. ამასთან ერთად ვხედავთ რომ ისრაელს რომელიც მანამდე არ არსებობდა და გაჩნდებოდა მხოლოდ 1949 წელს აქვს დაკავებული პალესტინის და იორდანიის ტერიტორიები. აქვე მინდა მოგვაწოდოთ სხვა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უკვე ექსკლუზიურად ქონდა გავრცელებული სწორედ ჩვენ სააგენტოს. აი ხა სკრინზეც შეგიძლია დაინახოთ. ანუ სააგენტოს სივრცეებმა გაავრცელეს და მადლობა ამისთვის საკომუნიკაციო კომისიას, რომელმაც შემოგთავაზა ეს ინფორმაცია. მე მხოლოდ ერთ ფრაგმენტს გაგაცნობთ პუბლიკაციიდან ძალიან მოკლეს. მინდა მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ კომკომის, ანუ მარეგულირებელი საკომუნიკაციო კომისიის მიერ მოხდა ერთ-ერთ პანელზე მოხდა ესე იგი დაპატიჟება SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის მაიქა წავიკითხავ ამ news. ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა სტივენ ნელსონმა ინტერნეტ მართლობის გლობალურ ფორუმზე, აი ეს არის IGF რაღაც 2024 კომკომის ორგანიზებით გამართულ სესიაზე თქვა შემდეგი რამ: რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება ეს არის სათაური, მოკლედ რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება. განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია იმისთვის, რომ ქვეყანა ბუნებრივი, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ხაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალებზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთს დააკავშირებს. და გარდა ამისა, იქ ცელი მოხსენება ჰქონდა ბატონ ლინკონს, როგორც ჩანს, სწორედ რომ აი ამ SpaceX-ში განაგებს აი ამ პოლიტიკას, რომელიც სატელიტებს უკავშირდება და იქ ახსენებს სვანეთის რეგიონს, ხევსურეთს, ანუ ის რომ საქართველოს წინ გადადგა საკმაოდ დიდი ნაბიჯი და სხვა გეოეკონომიკურ, გეოსტრატეგიულ ბენეფიტთან ერთად ერთ-ერთი რაც უნდა მოიპოვოს საქართველოს, ეს არის აი ეს ციფრული დერეფანი. ამასთან ერთად ანუ ჩვენ ვთქვით ესე იგი ეს რომ არის ეს რუზველტის რუკა, ჩვენ ვთქვით მარეგულირებელის ინფორმაცია და ანუ პრაქტიკულად მასკის მიერ გახმაურებული მესიჯი იმის შესახებ რომ საქართველოს აქვს სტრატეგიული მათ შორის ციფრული სივრცე და დერეფანი და იცით თქვენ რომ იმართება ამ დღეებში დავოსის ფორუმი და შპიგელმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია. მოკლედ ამ პუბლიკაციაში ეს ექსპერტები გამოკითხეს და გაირკვა რომ ექსპერტებს დავოსში მოწვეულ ექსპერტებს, ეკონომისტები, პოლიტოლოგები და ასე შემდეგ მათ მიაჩნიათ რომ და ამ პუბლიკაციას სათაური აქვს დავოს ყველაზე მეტად ომის ეშინია. მოკლედ პუბლიკაციიდან ირკვევა რომ დავოსის საექსპერტო პულს ყველაზე მეტად 23% ეშინიათ ომებს სახელმწიფოებს შორის. შემდეგი საფრთხე არის ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები, ეს არის 14% და სავაჭრო თუ გეოეკონომიკური ომები ან შეჯახებები ასევე ეს არის მესამე ადგილზე, აი ამ საფრთხეს 8% მიიჩნევს რესპონდენტების, აი ამ ექსპერტების გამოკითხული რესპონდენტების საფრთხეთ. მოკლედ დავასრულე ეს ჩემი ოპტიმისტური მიმოხილვა და ეხლა მინდა რომ რაღაცა მოთელვით დავიწყოთ. მოკლედ იცით თქვენ რომ დაიწყო ეს ლოს-ანჯელესი, იწვის ჰოლივუდი და ამ დროს სპეციალურ წარმომადგენლებთან ინიშნება მელ გიბსონი. და მე წავიკითხე ეს რომ გამახსენდა პირველი აპოკალიფსი. აი თქვენი აზრით ამაში რაიმე საერთოდ ნიშნების გჯევრა და არის ამაში რაიმე რაღაცა მეტაფიზიკურ სიმბოლიზმს ხედავთ იმაში, აი მოდი ნანა შენი დავიწყოთ. რომ მელ გიბსონი, რომელმაც გადაიღო აპოკალიფსი, რომელიც ჰოლივუდში იყო მარგინალი, ითვლებოდა მარგინალად, ვინაიდან არ იყო არასოდეს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მეინსტრიმულ პოლიტიკას, ხო, რა თქმა უნდა, გენდერულ პოლიტიკას და ყველაფერს ასეც ვოუკიზმი ქვია. შენი აზრით, ის რომ ჰოლივუდი დაიწვა
ის რომ გიბსონი ინიშნება და ტრამპი ანიჭებს მნიშვნელობას ანას ვინაიდან გიბსონთან ერთად წავიკითხეთ ხო დაინიშნა სილვესტერ სტალონე ვიცით რომ ტრამპის მომხრე არის ასევე კლინ ისტუდი მაგალითად ხო მეტაფიზიკა არ ჭირდება ამას ხდება ყველაფერი მე მგონი ზედაპირზეა ჰოლივუდი არ დამწვარა მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა დაიწვა არა რატომ ხანძარი და ცეცხლის წამკიდებლები ძალიან არ მიყვარს მაგრამ ხა სამართლიანობისთვის ჰოლივუდი არ დამწვარა მაგრამ ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავის ვილები განადგურდა სხვა ადამიანებისაც მთელი ინფრასტრუქტურა მოშლილი და ხა საერთოდ განგაშია გამოცხადებული იმიტომ რომ ლითიუმის ბატარეებზე მომუშავე ქვესადგურს მიუახლოვდა ეს ხანძარი და ამან შეიძლება შხამიანი ასე ვთქვათ გამონაბოლქვი გამოიწვიოს და იქ ევაკუაცია და ასე უბედურება მოკლედ რა მაგრამ რა შეეხება მელ გიბსონი მე ძალიან მიყვარს თუნდაც იმიტომ რომ მას არ აინტერესებს მარგინალების აზრი მის შესახებ. ახლა ძალიან კი ეცადნენ გამარგინალებას მელ გიბსონისას, მაგრამ საბოლოო ჯამში თავად ეს პლასტი ჰოლივუდის, ვინც ამას ცდილობდა, თვითონ აღმოჩნდა მარგინალის მდგომარეობაში. ახლა მე მეტაფიზიკურიდან ცოტა ქვემოთ ჩამოვალ და მიმაჩნია, რომ ეს წარმომადგენლების მივლინება, ასე ვიღაცამ შეიძლება უხეშად იხუმროს და იქილიკოს, რომ კომისრები დანიშნაო იქ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჰოლივუდში მთელი პროცესი, ასე ვთქვათ, მართვადია, სასცენარო განაცხადიდან დაწყებული, ფილმის მთავარი გმირების შემსრულებლების დამტკიცებით დამთავრებული და ჩემს თვალწინ ახლა მე პატარა ვიყავი და ჩვეულებრივი ჰეტერო ჰოლივუდიდან ნელ-ნელა მივიღეთ ჯერ ესე იგი რასობრივი შემწყნარებლობის ნიშნით ორი პოლიციელი თუ ერთი აუცილებლად უნდა იყოს შავკანიანი მე უკვე წავედით უფრო შორს ასე ვთქვათ სექსუალური შემწყნარებლები და ასე შემდეგ და ამას ესე იგი უკვე მე მგონი საზღვარი აღარ ქონდა გაიქცა ეს საზღვარი ჰორიზონტივით და ეხლა როგორც ჩანს ეს მიდგომები იქნება გადახედელი, იმიტომ რომ კინო უნდა ასახავდეს ცხოვრებას, რაც არ უნდა ჰოლივუდური იყოს, თუ ის ცხოვრებისგან არის მთლიანად მოწყვეტილი, ის უკვე აი რაღაცა სხვანაირ სანახაობად იქცევა, საკმაოდ იაფფასიანად. ეს აისახა სხვათა შორის ჰოლივუდის და Netflix-ის ფინანსურ მდგომარეობაზე, როგორც კი დაიწყეს ინტენსიურად განხორციელება ან ინკლუზიურობის და მრავალფეროვნების პოლიტიკა. ამან მთელი კომპანიები გააკოტრა, ახლა ჰოლივუდი და Netflix-ი და ეს სხვა არის, მაგრამ მწარმოებელი გიგანტები გააკოტრა ამ ამბავმა და ახლა ნელ-ნელა უკან იხევენ და ცოლიან. როდესაც ტრანსგენდერი თამაშობს შავკანიანი, ხო, ამას ხო და ჯერ ბევრია ასეთი მოკლედ რა, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვეყვანს, მაგრამ მე ვფიქრობ ეს წარმომადგენლობა პირდაპირ განაცხადია ტრამპის, რომ ის ელის რომ ვითარება გაჯანსაღდეს ჰოლივუდში. ეხლა გარედან ამას ვერ გააკეთებენ და ამიტომ არიან ვარსკვლავები და სახელები სხვათა შორის სტალონეს შვილი დაეღუპა, თორე შეიძლება ისიც გამხდარიყო ძალიან ცნობილი კინოინდუსტრიის მონაწილე. ესე რომ მელ გიბსონი ამ სამიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი თუმცა დანარჩენი ორიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ახლა სტალონეს ჩემი ბავშვობიდან ჯერ კიდევ ხო მის გმირებს რო გაიხსენებ ეს იყო სხვანაირი ამერიკა და მე გავიხსენოთ ერთი რამ სცენარიც მისი დაწერილია როკის არავინ არ ელოდებოდა რომ როკი საერთოდ ჯერ განხორციელდებოდა და მე მიიღებდა ასეთ სიყვარულს მაყურებლისას და ასეთ აღიარებას ხო ვნახოთ იმიტომ რომ საკმაოდ ფართოა შრე ჰოლივუდის მოღვაწეების ამ მოღვაწეებში ხა მე მარტო ვარსკვლავებს არ გულისხმობ იქ პროდიუსერების თელი არმია რომლებიც წელს ქვემოთ დარტყმებს და პიროვნებების განადგურებას არ მორიდებიან დღემდეც და მომავალშიც იქნება ასეთი მცდელობები და ისიც გავიხსენოთ ახლა რომ მიაწერენ უკვე ეს კონსპიროლოგია, მაგრამ საკმაოდ ნიშანდობლივი რომ ლოს-ანჯელესში ეს ვილები იწვის იმიტომ რომ იქ სარდაფებში ძალიან ბევრი ბინძური საიდუმლოა დამარხული. ეხლა ვერც სიტყვი რო არა, იმიტომ რომ ახლა იყო ფიდიდის სკანდალი სულ ცოტა ხნის წინ, ხო და აღარაფერი აღარ უნდა გიკვირდეს. მაგრამ მთლიანობაში თუ ამას შევაფასებთ, ესე იგი ჰოლივუდი ისეთივე სიწმინდეა შეერთებული შტატების კულტურაში, როგორც მაგალითად ის რომ მაკდონალდსი არის დემოკრატიის აკვანი და ასე აი ეს კლიშეებია, რომლითაც მოდის შტატები ამდენი ხანია და მე ვფიქრობ აი ამ კლიშეების გადახედვა დაიწყება და მე კიდევ ველოდები ბოლო 15 წელია მე
ძალიან მაგარი ამერიკული ფილმი ნაკლებად მახსენდება, აი ნაკლებად და ველოდები რომ ახალი ტალღა წამოვა იმ არაჩვეულებრივი ამერიკული ფილმების, რომელიც ჩვენ გვახსოვს ოდესღაც შორეულ წარსულში. ჰოლივუდამდეც ძალიან მაგარი იყო სხვათა შორის ეს ნუარი ჰოლივუდის ძალიან მიყვარდა. ნუკრი აი ნანამ ახსენა რომ იქ სადაფებში რაღაცა მეტი კონსპიროლოგიური ვერსია და მე ხა გამახსენდა რომ უდიდესმა ფერმწერმა ბაიდენმა, ხანტერ ბაიდენმა იქ მთელი ესე იგი რამდენიმე ათეული მისია ეს სხვადასხვა ნახატების არის დამწვარი, ზოგიერთი ნახატი სხვათა შორის გაიყიდა პიკასოზე ძვირად ყირდა, რამდენიმე $1,000,000 $1000-საც კი აღწევდა. ლეგალური კორუფციის გენიალური ნუ კი ბატონო, ეს არის ხო, ეს არის ალბათ და დამტკიცებულიც არის, ეს არის გათეთრების ერთ-ერთი მექანიზმი, ძალიან პრიმიტიული. მაგრამ კაი ხანტერი იქით იყოს, შენ რას ფიქრობ? აი ამასთან დაკავშირებიდან როგორც თქვა ნანამ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰოლივუდი Coca-Cola, Pepsi-Cola, McDonald's ეს არის აი soft power-ი, რომელიც იპყრობდა მთელი ეს კულტურა, პოპულარული პოპ-კულტურა იპყრობდა მსოფლიოს. და წარმატებითაც. პირველ რიგში მოგესალმებით. მოდი ესე ვთქვათ, ეს სიმბოლოები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ეს იყო პრინციპში გლობალიზებამდელი სამყაროს მნიშვნელოვანი სიმბოლოები, სადაც ჯერ არ იყო ეს გლობალიზებული სამყარო და ამერიკული ბრენდები იყვნენ იმდენად მომხიბლელი, რომ დანარჩენ სამყაროს, იქნებოდა ეს მეორე სამყარო თუ მესამე სამყარო, ძალიან ხიბლავდა. მაგრამ მოხდა გლობალიზაცია უკვე შემდგარი ფაქტია, შემდგარი მოვლენა არის. და ნუ თითქმის ყველგან არის უკვე McDonald's, თითქმის ყველგან არის Coca-Cola, თითქმის ყველგან არის უკვე ჰოლივუდური ფილმები და ეს აღარ არის ის ფასეულობა თანამედროვე სამყაროში, რაც შეიძლება ყოფილიყო, რა ვიცი, 30-40 წლის წინ. შესაბამისად, დღეს გაჩნდა აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე, ესე იგი, მიდრეკილება, მოთხოვნა და ეს სხვა ამ გლობალიზაცია, ყველანაირი გლობალიზაცია ყოველთვის იწვევს ერთ რაღაც კრიზისს, იდენტობის კრიზისს ყოველთვის იწვევს არაჰეგემონურ სახელმწიფოებში, არაჰეგემონურ საზოგადოებებში და ამ დროს ჩნდება წარმოსახვები. ეს წარმოსახვები როგორც წესი უკავშირდება რაღაც საკუთარ ისტორიულ ძირს, საკუთარ რაღაც ეთნიკურ იდენტობის, კულტურის და ისტორიის რაღაც ძირს, რაც შეიძლება სიძველეებს. და მათი გადმოტანა და გაცოცხლება ხდება თანამედროვეობაში. და ძალიან კარგად ჩანს, როგორ წარმოისახავდა თავს ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს საზოგადოებები საკუთარ თავს და როგორ წარმოისახავდა საკუთარ თავს შეერთებულ შტატებში იგივე ვოუკიზმი იქნებოდა თუ სხვა. ვოუკიზმი საკუთარ თავს წარმოისახავს როგორც რაღაც გამოღვიძებულ ადამიანების ერთობას, რომლებიც უკვე ფლობენ ჭეშმარიტებას და რომელიც უნდა გაუძღნენ კაცობრიობას წინ რაღაც ნათელი მომავლისკენ, რომელიც იმ ტრადიციულ ადამიანის იდენტობას გადალახავს და ახალ რეალობაში აღმოჩნდებით, სადაც ჩვენ შეჩვეულ ადამიანის იდენტობისგან განთავისუფლდებით და ვიქცევთ ეგრეთ წოდებულ homo deus-ებად, ხო, შემოქმედ, ნუ ადამიან ღმერთებად, ესე ვთქვათ, რა, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ და ეგ ზუსტად ემთხვევა მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე, ანუ ესე იგი ვირტუალურ სამყაროზე ემთხვევა, იმიტომ რომ ვირტუალურ სამყაროს გარეშე წარმოუდგენელია ეს გენდერული პოლიტიკები ესე ძლიერი ყოფილიყო. ვირტუალური სამყაროს გარეშე წარმოუდგენელია ზოგადად ის იდეოლოგია, რაც დღეს ძალიან აქტუალურია. მაგრამ ერთი პრობლემა არის. ჩვენ თუ დავაკვირდებით სამყაროში, მხოლოდ 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში. საკმაოდ დიდი სამყაროში საკმაოდ დიდი პროცენტი ადამიანების საერთოდ ინდუსტრიულ რევოლუცია არ მისულა, გულისხმობ აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებს და საზოგადოებებს და ძალიან ბევრი ცხოვრობს, რა ვიცი, მეორე ინდუსტრიული რევოლუციის ტექნოლოგიებში, მესამე ინდუსტრიული რევოლუციების ტექნოლოგიებში. ანუ მათ ეს ვირტუალური სივრცე არ შეხებიათ ისე, როგორც შეეხო მაგალითად დასავლურ განვითარებულ სამყაროს. შესაბამისად, მოხდა რაღაცნაირად ერთი სივრცე, ერთი სქემა არ შეიქმნა ამ სამყაროში და მოხდა ძალიან ისეთი მეტაენების შექმნა, რომელიც აღარ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ თუნდაც შენი რბილი ძალა განგახორციელებინა. ანუ ის, როდესაც თუ კი ეს რაღაცა ამერიკულ კულტურაში, სადაც უკვე გახორციელებულია მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, სადაც მოხდარია ეს
ეგრეთ წოდებული cyberpunk-ის რაღაცა რეალობა უკვე დამდგარი ან იაპონია, ხო? იქ გასაგებია, რომ ეგეთი რაღაცა იდეები შეიძლება მომხიბლელი იყოს. შეიძლება ადამიანებს წარმოვიდგინოს საკუთარი თავი მართლაც homo deus-ებად. მაგრამ როდესაც შენ ცხოვრობ, რა ვიცი, ირანში, ან ერაყში, ან სირიაში, ან რომელიღაც ესე სახელმწიფოში, ხო? იქ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში გიწევს ცხოვრება. და აბსოლუტურად არაფრის მომცემი არის ის ხიბლი, რა ხიბლში არის ჩავარდნილი განვითარებული საზოგადოებები, ხო? და აქ არის აი შპენგლერისეული რაღაც დაპირისპირება, ხო? ტექნიკის ერთი მხრივ და მეორე მხრივ სასიცოცხლო ძალის. და ჩვენ ხედავთ დღეს, სწორედ იგი უკრაინის მაგალითზე ხედავთ, ხო? რას ამბობდა, აი გავიხსენოთ უკრაინის ომის წინ ბევრი ექსპერტი, რომ რუსეთი არის ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი, ის ვერ შეძლებს დიდი ხანის ომს, მისი ეკონომიკა ჩამოიჩნდება და მას არ აქვს რაღაცა მთელი რიგი ის ტექნოლოგიები, განსაკუთრებით ციფრული, განსაკუთრებით კიბერნეტიკის ტექნოლოგიები, რომელიც საჭიროა ხანგრძლივი ომისთვის. რა აღმოჩნდა საბოლოოდ დღეს რა შედეგამდე მივედით, რომ დღეს უკვე აღიარებულია, რომ ესე იგი ყველაზე მეტად დაზარალდა უკრაინის შემდეგ ევროკავშირი და განვითარებული სამყარო და რუსეთმა გამოაცოცხლა საკუთარი ეკონომიკა, საკუთარი წარმოება გამოაცოცხლა და აღმოჩნდა რომ თურმე არა იმ ჰოლივუდს, არამედ აი რა ვიცი, ნავთობს, გაზს, რა ვიცი, ურანს, ხორბალს, აი ესეთ რაღაცებს გქონია უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა სოფლიო ჰეგემონიაში ვიდრე ჰოლივუდს. კი, აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან საინტერესო მოსაზრება. ანუ ერთი არის ვირტუალური ან ციფრული სამყარო, ან ციფრული гаджеტების მიერ შექმნილი ვირტუალური სამყარო და ერთი არის რეალობა. იგივე ჰოლივუდი, როდესაც იღებს ფილმს და მაგალითად საი გიბსონის ფილმები, ხო? იქ საკასო ამდენი შემოსავალი ქონდა 150 მილიონ დოლარზე, შეიძლება 200-ზე მეტი 300-ზე წადიოდა, ну ვიცით ახლა რამდენიმე ფილმი არის მილიარდამდეც ადიოდა ეს სალარო შემოსავლები, მაგრამ ფაქტი არის, რომ შენ ვერ შექმნი ფილმს, თუ ვერ მიიღებ ელექტროენერგიას, თუ ვერ გამოიყენებ სხვა საწვავს, ხო? ეს ფილმი შექმნილი, ეს უკვე დამატებითი ღირებულებაა. შენ როდესაც დამატებით ღირებულებას ითვლი, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით შენ აღემატები ამ რუსეთს, მაგრამ ამ რუსეთს აქვს ეს რესურსი. და პრაქტიკულად ეს რესურსი არის დაუსრულებული, როგორც ხედავთ, პრინციპში. ესაც დავამატებ უბრალოდ ერთ მნიშვნელოვან მომენტს. აი, როდესაც საუბარია ძველ ჰოლივუდზე, ზოგადად ის პროდუქტი, ის კულტურული უხეში სიტყვა პროდუქტი, მაგრამ უნდა ვიხმარ. პროდუქტია კი, მარკეტინგული. ის არის, ის იგებს, რომელსაც აქვს რომელიც საკუთარ თავში ატარებს უნივერსალისტურ რაღაცა კოდებს. რას ნიშნავს ახლა, როდესაც აპოკალიფტოს უყურებთ, რომელ კულტურაშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენს გასაგებია ის ნარატივი. გასაგებია იმ ადამიანების განცდები, რაც იქ არის. და როდესაც უნივერსალისტური რაღაც კოდებიდან აქცენტი გადადეს ვიწრო იდეოლოგიურ რაღაცა პროდუქტზე, ის ვიწრო იდეოლოგიური საკითხი ყველას არ აღელვებს. ვაღიაროთ, ხო? აგროს რაღაც შეიძლება რაღაც ჯგუფს ყველა საზოგადოებებში ეს აღელვებდეს. ეს ჯგუფი რა ვიცი, მაქსიმუმ 5% იყოს, მაგრამ დანარჩენ 95% ეს საკითხი არ აღელვებს. შესაბამისად, მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი. მოხდა ის, რომ თუ კი აქამდე კულტურა რაღაცნაირად ისე ცდილობდა აღეზარდა ადამიანი, რომ კულტურა თანაუგრძნობდა ადამიანს და თანაგრძნობის პროცესის შედეგი იყო. ხო, როკი რატომ მოწონდა ადამიანებს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ხედავდა ეს წარუმატებელი ადამიანი. როკი გაიხსენე შენ ის იდეოლოგიურ ფუნქციასაც ასრულებდა. რა თქმა უნდა, ეს უნგრენის გმირი არ მახსოვს ივან დრანგოს რომ ანუ რუსი რო დაჯაბნა, ეს იყო იდეოლოგიური კომპლიმენტი სისტემისთვის, რომელმაც მისცა ეს საშუალება. არა, მე არ მჯერა იმის რომ რაღაც ფილმი არის არა იდეოლოგიური, ამაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ რომ ამ ფილმში იყო ისეთი უნივერსალური კოდები, რომელიც ყველა კულტურის ადამიანს ესმის. ამაზე ვსაუბრობ. და თანამედროვე ესე იგი მეინსტრიმული რაღაცა კულტურა ჩვენ გვესაუბრება ისეთ პრობლემებს, რომლისგანაც აბსოლუტური უმრავლესობა ყველა საზოგადოებაში არა აქვს მნიშვნელობა, რომ ქვეყანაში ცხოვრობს, არის გაუცხოებული. და ჯერ აღიქმება ეგ როგორც გარკვეულწილად რაღაც ჩარევა შენ სივრცეში და იმ საკითხებში ძალის შეტენა, რაც
უბრალოდ არ გეხება, უბრალოდ ვერ შეგეხება ეს ყოფით დონეზე. კი ბატონო, უბრალოდ დავაზუსტებ, ანუ ნახე, როგორც გავიგე, თუ არა და აი ესე გამოდის. ანუ კლასიკური ჰოლივუდი ეს არის თემები, რომელიც პრინციპში აღელვებს უნივერსალურია, ვინაიდან ეს აღელვებდა ამერიკელსაც, ევროპელსაც, საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანსაც. ხო? აი მაგალითად. მაგრამ დღევანდელი ეს ინკლუზიურობის შედეგად შექმნილი პროდუქტი თავისი ესე იგი აი ამ აბსოლუტური აბსურდით არავის არ ამის კი ბატონო. აი იცი რა არის ხა ამას წინათ წავიკითხე ერთხელ ამერიკაში რომელიც აი მე მგონი სკოლაში სწავლობდი რომ გამოვიდა ხო და რამდენი პრობლემა გაიარა ამ ფილმმა სერჯო ლეონესთან ერთად რამდენჯერ გადამონტაჟდა, რამდენჯერ ქრონომეტრაჟი შემცირდა და უკვე აი 21 საუკუნეში 2011 თუ 12 წელს გამოვიდა ვერსია, რომელიც უნდა ყოფილიყო თავდაპირველად, მაგრამ ცენზურა ვითომ რო არ არის ჰოლივუდში, ამ ცენზურამ ისე დაჩეხა ეს ფილმი და ისე ამოაცალა სული, რომ ეხლა მე რო ვიხსენებ, იქ აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცეები აკლია იმ ფილმს. მაგრამ მაშინ ჩვენ არც უშვებდით ჩვენ ცნობიერებაში, რომ როგორ ეხლა ჰოლივუდში ჩვენთან კიდე იჭრებოდა დამატების. ჩვენთან დამატებით კიდე იჭრებოდა, მაგრამ მე მინდა გითხრა, რომ საბჭოთა ცენზურა ეხლა იდეოლოგიურად მისთვის მიუღებელ ფილმს ისედაც არ შემოიტანდა, მაგრამ მისაღებსაც კი იქ თუ რამე იჭრებოდა. ეხლა როგორ არ გავეხსენო ცხონებული ოთარ სოფიაშვილი, მისი ილუზიონით, რომელიც ჩვენ არ ქონდა იმ ფილმების მთლიანად ნახვის უფლება, ამიტომ ძალიან ჭკვიანურად ბატონი ოთარი თავში ტიტრებს მოჭრიდა, ბოლოში ტიტრებს მოჭრიდა, 2-3 უმნიშვნელო კუპიურას გააკეთებდა, რომელსაც ფილმის იდეისთვის ზიანი არ მოჰქონდა. და კრიტიკული შესავალი ქონდა ყოველთვის, რომ აი ეს ბურჟუაზიული კულტურა და ასე შემდეგ. და სამაგიეროდ აი ამ ასე ვთქვათ, შეფუთვის ხარჯზე ჩვენ ნახულობდით არაჩვეულებრივ ფილმებს, მისი ილუზიაში. კი, ხო და ეხლა ეს მე რაც წავიკითხე სერჯო ლეონეზე, რომელიც აი როგორც ხელოვანი ფაქტიურად თითქმის გაანადგურეს ამ ფილმის პერიპეტიებთან დაკავშირებით, მსგავსი მე ამის წარმოდგენა უბრალოდ არ შემეძლო და საბჭოთა პერიოდშიც კიდე რა ხდებოდა ეს კი შეიძლება საერთოდ ფილმი შემოედოთ თაროზე, მაგრამ ეს ქირურგიული ჩარევა რაც მე წავიკითხე, მსგავსი მე არ მახსენდება. კი, იყო როგორ არ იყო ცენზურის მეტი რა იყო, მაგრამ აი ესეთი ფორმა რაც ერთხელ ამერიკაში გავიგე ეგ კარგით, მოდით კულტუროლოგიურ საკმაოდ აი ნაწილს საკმაოდ დრო დავუთმეთ. მოდით ახლა აი გამოაქვეყნეს ეს ინაუგურაციაზე მოწვეულ მაყალელი რანგის მქონე. არ და არც პრინციპში ამასაც ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მოწვეულთა შორის და ეს უპრეცედენტოა, ვინაიდან ეს არ არის წესად, ხო? 200 წლის განმავლობაში პრეზიდენტი ამერიკის არჩეული არ უგზავნიდა მოსაწვევებს. მით უფრო, ესე იგი, უცხო ქვეყნების ლიდერებს და აქ არა მხოლოდ ლიდერებზე არის საუბარი, არის სხვადასხვა სიებია, მაგრამ მე ვინც ხვდებოდა სხვადასხვა ვერსიებში. ეს არის მელონი, პრემიერ-მინისტრი იტალიის და ჯერ აბსოლუტურად. ეს არის ორბანი, ზოგან ასახელებენ, ზოგან არა. ესე იგი ტინო კრუპალა, ეს არის ალტერნატივა გერმანიისთვის თანათავმჯდომარე და ძალიან საინტერესოა თუ ის იქნება მოწვეული ინაუგურაციაზე. ნაიჯელ ფარაჯი, Reform UK, ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი და მისი პოლიტიკის შედეგად სწორედ განხორციელდა Brexit-ი. დღეს ნაიჯელ ფარაჯი ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკოსია და მისი პოლიტიკური ორგანიზაცია სწორედ ეს Reform UK არის მეორე ადგილზე და დინამიკის გათვალისწინებით რამდენიმე თვეში გაუსწრებს პირველ ადგილს ჯერ კიდევ ინარჩუნებს პირველ ადგილს სტარმერის ლეიბორისტული პარტია, მაგრამ სულ ცოტა ხანში ეს რეალობა შეიცვლება და სხვაგან კიდე წავიკითხე, რომ სტარმერს აქვს რეკორდული ანტირეიტინგი არჩეულ პრემიერ-მინისტრებს შორის, აი ამ მოკლე ხანში სულ რამდენიმე თვე გავიდა და აქ უკვე კოლოსალური ნეგატიური უარყოფითი რეიტინგი აქვს. მოკლედ, თქვენთვის რას ნიშნავს მოწვეულთა ეს სია? რას ნიშნავს მსოფლიოსთვის, რას ნიშნავს ჩვენთვის საქართველოსთვის? ჩვენსკენ არის შეკითხვა? რა ვიცი, ჩემთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტს ვნახავთ 20-ში. ეხლა ბევრია ასეთი
ახმები და წარმოდგენები როგორ უნდა იყოს რანაირად, არაფერი უცნაური იმაში არ არის ადამიანმა ინაუგურაციაზე მიიპატიჟოს ის პოლიტიკოსები, ვისთანაც პირადი ურთიერთობა აქვს და ასეთი აქვს როგორც ორბანთან, ისე მელონესთან. არა, ეს მოქმედი ლიდერები არიან, ეს მირიშალი ლეპენი და აი რა შუაშია, ტინო კრუპალა. აი არ არის საპარლამენტო პარტია, არის საპარლამენტო პარტია, მაგრამ ჯერ არ არის არჩეული, არ ბუნდესტაგის წევრი არის. შენი გამკვირვებია ახლა კაცმა თქვა რომ კანადა უნდა შემოვიერთო და გრენლანდია უნდა ახლა განავითარო. ხო და აი ამ შემთხვევაში ამათ მიპატიჟებაში რა არის უცნაური? ტრამპი არ ერიდება ხოლმე ასე ვთქვათ რაღაც კლიშეების დანგრევას, რაღაც მიღებული წესრიგი იყო და ამ წესრიგს დაუპირისპირდა და სულ არავის არ ეგონა მეორეჯერ მოხდა თეთრსახლში, ხო? იგივეს აპირებს ევროპაში. ანუ არა სისტემურ ძალებს უჭერს ხარს. არა, მოდი ესე ვთქვათ, იმ ძალებს, რომლებიც სამყაროს ხედავენ იმგვარად, როგორც ხედავს ის. ეხლა ჩვენთან ეს მიღებული ერთ სიტყვაში ჩაატიო ხოლმე კონსერვატორებთან. ჩვენთან ვინ არის ამ ხედვის მატარებელი მაშინ? ჩვენთან ეხლა მოდაში როგორ არის იმ სიმღერაში? ჩურჩულებიო, ხო? ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ კონსერვატორული იდეოლოგია იდევნებოდა ყველა ფლანგიდან, პოლიტიკური ფლანგიდან აბსოლუტურად, ვიდრე ერთ დღეს ქართულმა ოცნებამ არ აღმოაჩინა, რომ ჯობს იყო კონსერვატორი, ვიდრე ჯანდაბის ლიბერალი, იმიტომ რომ ლიბერალსაც ვერ უძახი მე მაგალითად იმ ძალებს, იმიტომ რომ ლიბერალიზმთან ისე ახლოს არიან, როგორც რაღაცასთან. თანამედროვე ლიბერალიზმი როგორც დასახლება ჯანდაბასთან, ხო ის საიდან მოდის სიტყვა ჯანდაბა ავღანეთში არის ესეთი ადგილი და ქართველები რო წავიდნენ ლაშქრობაში და ბევრი არ დაბრუნდა, ამ ჯანდაბას ის ასე წამოიშველეს და რო კითხავდნენ დაკარგულ ადამიანს სად არის და ჯანდაბაში წავიდაო, ხო? აი დაახლოებით ჩვენი ლიბერალების სერიოზული რაოდენობა არის დაახლოებით ისევე ახლოს ლიბერალიზმთან, როგორც დავუშვათ თბილისი ჯანდაბასთან. ხო და როგორც ქართული ოცნება გადავიდა ამ რელსებზე, ძალიან პაზლი შეიკრა. დალაგდა ყველაფერი, იმიტომ რომ ის პრეტენზიები, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა თავად ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ. ეს წნეხი მოიშორა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ბოლომდე ვერა, იმიტომ რომ იმ ყვადაღებულმა კოჰაბიტაციამ, ლიბერალებთან შეთამაშებამ და ასე ვთქვათ, კეკლუცობამ მოიტანა ის, რომ 12 წლის თავზე მაშინ სხვა ვითარება იყო, გეტყვიან ამას, რომ ის არა, გუშინაც სხვა ვითარება იყო და ხვალაც სხვა იქნება. ეხლა ეს არაფრის გამართლება არ არის. აქ მიზეზ შედეგობრივ კავშირზეა ლაპარაკი, რომ ყველაფერი ის, რაც იყო ნათამაშები, ამან ცუდი შედეგები გამოიღო დღეს. დღეს თუ რამეა შემაწუხებელი საქართველოში პოლიტიკურ პროცესში, ის კი არა, რომ ვიღაც ადამიანები გამოდიან, პროტესტს გამოთქვამენ, ქვაბებს აბრახუნებენ, ლოზუნგებს ისვრიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩემთვის არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის, ადამიანები გამოდიან თავის, ასე ვთქვათ, თვალსაზრისს გამოხატავენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აი იმ დაგროვილმა შეცდომებმა ერთ წერტილში მოიყარა თავი, ხო? და უკვე უკმაყოფილება არის იმ ადამიანებშიც, რომლებიც ბოლო არჩევნების ჩათვლით ხმას აძლევდნენ ქართულ ოცნებს, იმიტომ რომ დაიღალენ ამ ხმაურიანი მოდი ხარ მომერიდება და ხმაურიანი დეგენერატების მოსმენით და რა უნდა ქნას ქართულმა ოცნებამ ამ შემთხვევაში? ეხლა ის რაც უნდა ექნა 2013 წლის იანვარში, იმას ვეღარ გზავს დღეს. მე არავის ადვოკატირებას არ ვაპირებ, მაგრამ 2013 წელს მაქსიმუმ რასაც შეეძლო ქართულ ოცნებას გაეკეთებინა და ისიც ევროპელთა მხრიდან რაც წარე რაღაც დაწოვავი კრიტიკის ქართლში მოხდა, ეს იყო ის ფორმულაც ღარიბაშვილმა კონსტიტუციაში შეიტანა, რომ ოჯახი არის მამაკაცის და ქალის კავშირი და ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ფორმულა ამ ფორმულის გამო ორბანიც იძებნებოდა ევროპაში და დღემდე მარგინალად ითვლება და ვიცით, რომ ტრამპმა გაბედა მხოლოდ 2018 წელს მსგავსი რაღაცით თქვა, როდესაც საპრეზიდენტო კამპანია წარმართა და მაშინ საქართველოს და ქართულ ოცნებას პრინციპში რა შეეძლო? აი ეს მაქსიმუმ რაც შეეძლო. ერთი წუთი პრინციპში რაც შეეძლო, ეს ცოტა შორს წაგვიყვანს, მაგრამ რა თქმა უნდა შეეძლო, იმიტომ რომ ფაქტობრივად გამოუცხადებელი რევოლუცია მოხდა 2012 წელს. კი ბატონო, კი. იქ თუ გამოცხადებული ვითომ ჭყალებში ვარდების რევოლუცია, ელექტორალური ელექტორალური კი.
და აი ასეთი მხარდაჭერა როცა გაქვს, შენ ალბათ თუმცა მოდი ვეძებოთ მიზეზები იმაში. გაიხსენებ კოალიცია რა და გაიხსენე სუბიექტები კოალიცია. მაგას ვამბობ და როცა შენ კოალიციაში ყავს ეს ადამიანები და ვერ მოიგებდა ქართული ოცნება არჩევნებს, ეს ტექნოლოგიური საკითხები ნაკლებად ხო ეს ცალკე ლაპარაკის თემა. რა უნდა ექნა? მე მაგალითად ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ოდიოზური ფიგურები, ოდიოზურს ახლა მე მარგინალს რო ეძახიან იმას არ გულისხმობ, მე ვამბობ, იმ ადამიანებს, ვიზეც იდგა სისტემა, ვინც იყო მთელი ამ სისტემური დანაშაულის არა მარტო მონაწილე, მაგრამ არამედ ავტორი და შემოქმედი და ამათ ყველაფერს უნდა დარქმეოდა თავის სახელი. მე სულ არ მაინტერესებს, ახლა ყველა შეждდებოდა იქიდან ციხეში ნახევარი, მესამედი თუ ორი კაცი. ეს არ არის საინტერესო. საინტერესოა, რომ უნდა დარქმეოდა სახელი, რომ ეს იყო დანაშაული, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ მოვედით ეტაპზე, როცა ამას ვამბობთ 12 წლით გვიან. მიმივხვდი ხო? ამიტომ მე ისე ვიმეორებ, იქ ვიღაცა გამოდის და რაღაცას ყვირის და მით უმეტეს ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა ადამიანების, ეს სულ არ მაწუხებს. მე მაწუხებს ის, რომ აი ქვეშეცნეულად სადღაც წყალქვეშ ისე რომ თვალით არ ჩანს საზოგადოებაში მატულობს მუხტი დაპირისპირების ბრაზი და ეხლა აი ვინც გარეთ ყვირის ფიზიკურის კი და გარეთ ვინც ყვირის ეხლა რომ გაბრაზდი თუ არა მე წარმოდგენას კი მიჭირს რა დღეში შეიძლება აღმოჩნდეს მართლა რომ გაბრაზდეს უზარმაზარი დანარჩენი მასა და რა შედეგებს მოიტანს ეს ყველა და ყველაზე ცუდი არის ის რომ ამას ვერ ასნობიერებენ რომ ის ვინც ეუბნება ამას რომ გამოდი იყვირე გაბრაზდი შეაგინე პროვოცირება ამის საბოლოო მიზანი არის სწორედ რომ უმრავლესობის რომელიც ახლა არის გაჩუმებული ხო ამის გამოწვევა და სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ აი ლოკალურ შეტაკებებს მაგალითად იგდოლიტის ქუჩაზე მაგალითად ბათუმში და ასე შემდეგ და ეს ბევრად უფრო მაგელბებს ვიდრე ცალკეული პოლიტიკოსების ეს არის ყველაზე ცუდი ნუკრი 21 იანვარს მთელი მსოფლიო ელის ამ ინაუგურაციას ვინაიდან 21 იანვრის შემდეგ იქ არის უკვე მიღებული იქ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალი არცელებს იმას რომ 50 კანონ პროექტამდე არის მომზადებული იმავე დღეს უნდა მივიღოთ მაგრამ ტრამპმა უკვე ბევრი რამე შეცვალა მსოფლიოში სანამ დადგებოდა ეხლა სანამ ინაუგურაციის იმას პროცედურას სიმბოლურ პროცედურას გაივლის ხო ანუ მან განაცხადა პრეტენზია ენამას ახსენეთ მოდით ეს რუკა გავიმეოროთ რუზველტის კანადაზე გრენლანდიაზე, მექსიკაზეც იგივე, ნუ პანამა მთელი ცენტრალური ამერიკა შედის ამერიკულ ზონაში, ხო? ცხადია, რომ საბჭოთა კავშირს აქედან სხვათა შორის შეგვიძლია რაღაც ირიბად დასკვნების გაკეთება, რომ ჩერჩილმა ბევრი რამე მოიგო იმ დანარჩენ 2 წელიწადში, ვინაიდან ბრიტანეთი და როგორც იმპერია შეინარჩუნა, მართალია დასუსტებული და ცოტა ხანში დაეშალა, მაგრამ არც საბჭოთა კავშირს აუღიათ ის ტერიტორია, რაც რუზველტს ჰქონდა. ნიშნული სხვათა შორის ეს სხვა კიდე სხვა თემის აქტივაციის შესაძლებლობას გვაძლევს ანუ მოულოდნელი სიკვდილი რუზველტის და ტრუმენის მოსვლა და ფულტონი ცივი ომი და ჩერჩილმა აი ეს მიიღო მოკლედ რაც მაქსიმუმ რაც რის მიღება შეეძლო ნუ ცხადია რომ ეხლა ტრამპი არ არის რუზველტი პუტინი არ არის სტალინი და საერთოდ იდიოტი სტარმერი არის ჩერჩილის ადგილას ხო მაგრამ რაღაცას ველით, რაღაცას ველოდებით, შენი აზრით და აი წინა კითხვის გათვალისწინებით, სადაც არის ეს მაგალითად ეს ძალიან მომეწონა რომ მარიშალ ლეპენი არის რა, ლეპენის რაღაცა დის შვილი და არასისტემური წარმომადგენლები, მემარჯვენე უკიდურესი, რომელსაც ხან ნაციონალ პოპულისტებს, ხან ფაშისტებს ეძახიან ეს ჩვენი ლიბერალები. აი შენი აზრით, რას ველით, რას უნდა მოველოდოთ? ну პირველი უნდა ითქვას რომ აი ხა საუბრობდით წინაზე ყველანაირი პოლიტიკური რაღაც მოძრაობას ან იდეას შეიძლება იყოს აპრიორი სწორი მაგრამ დრო ჭირდება როგორც აი მაგალითად ნეტარი ავგუსტინე ამბობდა ხო რომ რატომ გაჩნდა ქრისტე მაინც პირველ საუკუნეში იმიტომ რომ იყო ელინისტური ფილოსოფია იყო მონოთეისტური ესე იგი იუდაიზმი და იყო რომაული სამართალიანი რომი ახლა ცოტა გავაუბრალდებ მაგას, მაგრამ როცა გაჩნდებოდა, მაშინ იქნებოდა პირველი საუკუნე. კი ბატონო. მაგრამ ნახეთ, აქ არის ის რომ ჩვენ
ზოგადად კონსერვატიული შემოbrunება გამოცხადებული. მაინც იმ სახელმწიფოებმა დაიწყეს, ვისაც ჰქონდა მეტნაკლები სუვერენულობა. ანუ შეუძლებელია შენ ლიბერალურ წესრიგში გამოაცხადო თუ საერთაშორისო სიტუაცია არ გიწყობს ხელს, გამოაცხადო ჯანყი, ხო, შეუძლებელია მithmes როგორი სახელმწიფო საქართველო, რომელიც ოკუპირებულია და რომელიც მეორე მხრივ დამოკიდებულია იყო მთლიანად ოცნების რეალურად ხა ოცნებაზე რო თქვა ერთი ორი სიტყვა, ოცნების რეალური გაკონსერვატორება დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ პრინციპში რატომღაც იმის მიუხედავად, რომ ბევრი ისეთი ლიბერალური რეფორმა ჩაატარეს, ლიბერალებმა კლუბში არ მიიღეს. სიამოვნებაში ეს მოხდა და მე დარწმუნებული ვარ თვითონ ხშირად ოცნების წარმომადგენლებს თვითონ ვერ ხვდებიან რატომ მოხდა მათსა და დასავლეთ შორის ესეთი დაპირისპირება. რატომ იყო ეგეთი ზეწოლა? როგორც რუსეთი აპირებდა ნატოში შესვლას და ნატომ არ მიიღო, დაახლოებით ეს ფორმულა გამოვიდა ახლა. ბატონო, დაახლოებით ეს. აი ახლა რატომ მოხდა იმიტომ მოხდა, რომ სწორედ ცენტრში არის ტრამპი და გასაგებია რომ ყველანაირი ესე იგი ინერცია ბიუროკრატიული ინერცია როგორია რომ როგორც ცენტრში არის ბიუროკრატია მე ინერციით პერიფერიებში ისეთ რეჟიმებს ისეთ ადამიანებზე აკეთებს აქცენტს აი ყოველთვის ეს მეცინებოდა რატომ ხდება რომ ამ ბოლო პერიოდში აი ეგრეთ წოდებული რევოლუციებს რო აპირებენ რატომ იყო აქ ხალხზე აქცენტი იმიტომ რომ იქ იყო ესე ამიტომ იყო რომ ლობჯარიაზე მე ზურაბიშვილზე იმიტომ რომ ესეთი რაღაცა იდეა მანია ქონდათ რომ ხალი უნდა ყოფილიყო ეს პერიფერიაში რაღაცნაირად პოლიტიკური ლიდერი რა და ეძებდნენ და ჩეკავდნენ ვაიზდამას და რატო მაშინვე ტრანსგენდერი რატო არა სულ მიკვირს ნუ გარდამავალი ის ნუ ამდენი ვერ გავხაჩეთ მაგრამ ის რომ ექსკლუზიური ინტერესის სფეროს წარმოადგენდა პრეზიდენტის კანდიდატი და მიშა ყაველაშვილი პირველი სუვერენული პრეზიდენტია ამ ქვეყნის რომელსაც არ იყო შეთანხმებული რომელიმე საგარეო გარეძალასთან ეს ძალიან კარგად ვიცით ასევე ვიცით რომ ბოლო პერიოდამდე ომბუდსმენის ინიშნებოდა ჭიდრო კოლაბორაციის შედეგად დასავლეთთან ასევე საზმოუს ამბავის მანამდე ეგრე იყო ეს ხო ვიცით და ისაც ჩანს რომ ხა იქ თვითონ ევროპარლამენტარები ეს განსაკუთრებით ხა ეს არ ვიქნები მართალი რო არ თქვა ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა რაც სააკაშვილის ხელისუფლება ჩაანაცვლა ქართულმა ოცნებამ მაშინ გამოვიდა ზედაპირზე ეს ყველაფერი მანამდე მთლად ასე მანამდე ეხლა ნუ შენი ყავი და არ იყო მაგრამ არა სააკაშვილის დროსაც არ იყო იმიტომ რომ მიუხედავად ჩემი ღრმად კრიტიკული დამოკიდებულებისა სააკაშვილის მიმართ მან იცოდა ხოლმე ასეთ მომენტებში ფაქტის წინაშე დაყენება დასავლელი პარტნიორების ბოდიში ნუ შეგაწყვეტები. თავი რა არის რომ ჩვენ ხედავთ რომ აი მაგალითად რუმინეთის მაგალითი ხო? ჩვენ ხედავთ რომ სიამოვნებაში არის რას ნიშნავს თავისუფალი სასამართლო ხო? თუნდაც თურმე თავისუფალი სასამართლო ყოფილა ის რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ამ ევროკავშირის ინტერესებს ატარებს ხო? და არ აღიარებს, არჩევნები არ აღიარეს. ანუ და რის საფუძველზე? TikTok-ის საფუძველზე, რომ TikTok-ში თუ რაღაც TikTok-ი გამოიყენა და მოიგო და ამიტომ გაუქმეს პირველი ტური. ის კი არა რომ მეორე გარდა ამისა, გაიხსენეთ სხვათა შორის სულ რაღაცა რამდენიმე დღის წინ ყოფილი კომისარი ყოფილა ერთ-ერთი ფრანგი, არ მახსოვს გვარი და ამის შემდეგ რამეს. თუ გერმანიაში მოხდა ალტერნატივა გერმანიის რაღაცა ეს წარმატებული სვლა, ტრიუმფალური გამარჯვება და ასე შემდეგ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ასევე როგორც ვექცეოდით, როგორც მოვიქცეთ იმაში რუმინეთში და არ უნდა შეგვეშინდეს ამის. და გავიხსენოთ ახლა ჰოლანდიაში მოიგო შარშანწინ არჩევნები. შეაქმნევინეს ეს მთავრობა რა მაკრონს აქვს მოგებული საპარლამენტო არჩევნები, მელანშონი პირველი, ლეპენის მეორე და ასე შემდეგ. ავსტრია დღემდე რაღაც სულ ერთი კვირის წინ უფლება მისცეს გამარჯვებულ პარტიას და არ ვარ დარწმუნებულები. და ესე არის მთლიანად ევროპაში. თუ მოდის არასისტემური ძალა, რაღაც манипуляციის შედეგად. ნუ ვაგა ეს ხომ აი როგორ არის მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ამაზე, მაგრამ ეს სიმართლეა და ვერსად ვერ გავექცევით. ევროკავშირში არარჩეულმა ბიუროკრატიამ აიღო საკუთარ თავზე სხვა ქვეყნებში ვითარების მართვის ფუნქცია. თორემ ეხლა იცი როგორ არის
საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო რუმინეთში და ეხლა სწორს ამბობს ნუკრი რომ სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარა. ეს ხო ყველაფერი არის გადაჯაჭვული ბრიუსელთან ჭიპლარებით, ხო? სხვადასხვა ქვეყნებში. ბრიუსელის გავლენა. ხო და ეხლა დღეს აი თუ რამეზე ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ხო რაღაც არ შეეძლო ქართულ ოცნებას, რაღაც ნამდვილად არ შეეძლო, იმიტომ რომ ეს ვითარება არ იყო მომწიფებული და ამდენად ზედაპირზე არ იდო. ეხლა ყველაფერი უკვე ესეთ ცხადია რა, საცნაური გახდა. და ნუკრი, აი ფონ დერ ლაინი არ არის დაპატიჟებული. ეს ხო არის, ანუ ევროპის გაერთიანებული ევროპის პრეზიდენტია, ხო? და არც თუ ისე საკმაოდ დიდი გავლენის მქონე არ არის. ეგ ჩანს თუ რა პოლიტიკა იქნება ტრამპს ევროპასთან მიმართებაში ძალიან კარგად. რას აპირებს? დაშლას აპირებს ევროკავშირის? მე როგორ შეიძლება ეს თქვან რაღაც, მაგრამ ნუ როგორ ყოველ შემთხვევაში ის რომ ნატოს დაშლას აპირებს როგორც ჩანს. ეგრეთ წოდებული ანტისისტემური ძალების გაძლიერება, საგრძნობ გაძლიერებას უნდა ველოდოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ეს ფაქტია და ეს ძალიან ზედაპირზე არის. აქ თავარი რა არის? აი ნახეთ, აქ არის თავარი ის რომ ეხლა ხდება გარკვეულწილად ესე ვთქვათ გადაწყობა რა, ტრამპზე გადაწყობა სოფლიოში. დაიწყო ესე და ვინ მოაწონებს ტრამპს თავს. ფაქტია ერთი რაღაცა, რომ ზოგადად ყველანაირი იდეოლოგიას აქვს ერთი რაღაც ფუნქცია. სულ სხვა კლასი იღებს ერთ იდეოლოგიას და მეორე აღმოჩნდება სულ სხვა კლასის ხელში. აი როგორც მაგალითად ბოლშევიზმი, ხო, ბოლშევიზმი აიღო, რა ვიცი, ქვედა ფენამ და ინტელიგენციის ნაწილმა და შემდეგ აღმოჩნდა უკვე ნომენკლატურის ხელში, აბსოლუტურად სხვა სოციალური კლასის ხელში აღმოჩნდა, რომელსაც სულ სხვა ინტერესები ჰქონდა განსხვავებული. და ლიბერალების ის რა განსხვავება, ხო? იყო ეს ჯერ რაღაცა ბურჟუაზიის, ხო, ბურჟუაზიის იდეოლოგიით ითვლება, მაგრამ სადაც 80-იან წლებში იწყება ეგრეთ წოდებული მენეჯერების რევოლუცია, ხო? როდესაც ეს ფლობელები ერთია, მაგრამ ვინც მართავს მართველი კლასი იყო აბსოლუტურად სხვა კლასი და გაჩნდა ბოჰემა გაჩნდა, რომელსაც პოლიტიკური გავლენა ჰქონდა აქამდე ჰოლივუდი თუ იყო დამორჩილებული მდგომარეობაში, ამიტომ თურმე ჰოლივუდს შეუძლია პოლიტიკური პროცესების რაღაც განსაზღვრა რა. მაგრამ არაფერი გავლენა არ აქვს უკანასკნელი კვლევების მიხედვით, მხოლოდ 7%-ზე ამერიკის მოქალაქეების მოსახლეობის 7%-ზე ჰოლივუდის ვარსკვლავები ახდენენ რაღაცა გავლენას პოლიტიკური პრეფერენციების. მაგრამ დიდი გავლენები აქვს სამაგიეროდ უნივერსიტეტო სისტემებს, ახალგაზრდებზე და შეიძლება საარჩევნო თვალსაზრისით რო შევხედოთ იმ ხელა გავლენა არ აქვს, მაგრამ ეს ამის და მიუხედავად ამ ყველაფრის მიუხედავად წააგეს. მაგრამ მათ შეუძლიათ მუდმივი რევოლუციური კლასის აღზრდა. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ხო წააგეს ოპოზიცია, მაგრამ უბრალოდ აღმოჩნდა ჩვენი განათლების სისტემა, რომელიც არ მუშაობს. რევოლუციური კლასის აღზრდა მაშინ. იცით რა არის? აქ თავარი აი, როდესაც ერთ-ერთი თავარი პრობლემა, რაც ოცნებას აქვს, არის ის, რომ მას არ აქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ქონდა წარმოდგენა განათლების სისტემასთან დაკავშირებით. არანაირი წარმოდგენა არ აქვს. ანუ არც ალტერნატივის წარმოდგენა არ აქვს და ვიტყვი რატო. ამ ალტერნატივას სჭირდება გარკვეულწილად ხედვა, თუ როგორი ადამიანი გვჭირდება. და ვიცი როგორი ადამიანი გვჭირდება. არიცოდნ ამ წლების განმავლობაში როგორი ადამიანი გვჭირდება. და ახლა ვიცით? დისკუსიოა. მე მაგ წარმოდგენა როგორი შეიძლება იყოს, მაგრამ ინდივიდუალურად. მოდით, კი ბატონო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ სხვა გადაცემის და სხვა საუბრის თემა ეხლა მინდა დაგისვათ შემდეგ კითხვა. მოკლედ. ჩვენ ხედავთ რა ხდება ისრაელში, ანუ ბაიდენი 2 წლის განმავლობაში ინტენსიურად ახდენდა ზეწოლას ნეთანიაჰუზე, იქ არაბულ ქვეყნებზე, მოკლედ იშველიებდა აქტიურად, რომ მოხდარიყო ეს შეთანხმება, ხო და პრინციპში ეს არის ბაიდენის გეგმა, უბრალოდ ყველამ კარგად იცის, რომ ტრამპის გარეშე, მისი ჩარევის გარეშე, მისი კავშირების, მათ შორის ნეთანიაჰუსთან, მისი პირადი ურთიერთობების ხარჯზე ეს შეთანხმება, ეს გარიგება შეიძლებოდა იქნებოდა შეუძლებელი. მიაღწიეს ამას. მოკლედ რაღაცა იქ არის ექსესები მაინც, იქ ბოლოს კიდე ნეთანიაჰუს კანცელერიამ გუშინ გამოაქვეყნა განცხადებების თანახმად ხამამასი არ ასრულებდა ამ დაპირებებს. მოკლედ დღეს შეჯერდნენ, რომ კვირას ან ორშაბათს მოხდება პირველია ეს ტყვეების განთავისუფლება და ეს პროცესი გაგრძელდება 41-ზე და 51-ზე და კი, და იქ მიცვალებულებზე და იქაც ესე იგი პროპორციები არის შესაბამისი რა.
მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, აი როდესაც გეოპოლიტიკურ турბულენტობაზე, კი არა, როდესაც გადანაწილებაზე საუბრობთ, ხომ? გავლენის სფეროებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შეთანხმება, რომელიც ეხება უკრაინაში აი ამ ომის დასრულებას. და ამ თვალსაზრისით ასევე ვრცელდება ძალიან ბევრი ინფორმაცია. ანუ ჟურნალის ინფორმაცია Bloomberg-ი აქვეყნებს იმას, რომ არის მოფიქრებული რაც მექანიზმები ზეწოლის რუსეთზე. მაგალითად კიდევ უფრო მეტად აი ამ ნავთობის ფასის დაგდება, იქ სხვა ფინანსური სანქციების შემოღება და ნავთობმზიდებზე კი ბატონო, ეს ყველაფერი, ანუ რაც ბაიდენმა დაიწყო, ოღონდ როგორც ყოველთვის ბაიდენი როდესაც ერთ მიზანს ისახავს, მიზნად ან არ ვიცი რას ისახავდა, აცნობიერებს თუ არა საერთოდ ამ მიზნებს არ ვიცი, მაგრამ მისი ამ სანქციების შედეგად მოხდა ის, რომ პირველად რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში $80-მდე ავიდა ბარელის ფასი. ანუ სხვა შედეგს, მაგრამ აქ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ არის აი მოფიქრებული რაღაც საკმაოდ მძლავრი მექანიზმი ზეგავლენისა. ასევე საუბრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ზელენსკიც გააჯუჭდა, ნუ პრინციპში არც მალავს უკვე დღეს ტრამპი იმას, რომ უკრაინას ვერ ხედავს ნატოში. ნატოს წევრებისგან ითხოვს 5%-იან კონტრიბუციას, რაც შეუძლებელია, მით უფრო აი ამ ვითარებაში, რა ეკონომიკურ რეცესიაში იმყოფება მთავარი ეკონომიკის ევროპის, როგორც არის გერმანია, მთლიანად საერთოდ ევროზონა. მაგრამ აქ უკვე ტრამპი აცხადებს ღიად გრენლანდიაზე, ხო? იქ დანიის პრემიერ-მინისტრი ურეკავს ესაუბრება ის არჩეული პრემიერ-მინისტრი გრენლანდიის ასევე არ გამორიცხავს მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაღაც სტარდება გამოკითხვები, ერთი გამოკითხვების მიხედვით 70% გრენლანდიების არის დამოუკიდებლობის მომხრე, ამერიკულმა ჯგუფმა ჩაატარა 56 პირიქით მომხრე იმის, რომ ესე იგი მოხდეს სამათი კოოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატების შემადგენლობაში. არა, მე ძალიან მომეწონა დანიის პრემიერ-მინისტრის ნათქვამი, რომ გრენლანდია არ იყიდებაო და ტრამპმა ალბათ ჩემი აზრით უპასუხო, კი ბატონო, უფასოდ წავიღებ. აი, რაღაც დანიას არ გადაუხდის არაფერს, უბრალოდ იქ ძალიან მარტივად მოხდება რეფერენდუმი. ჩაატარებენ გრენლანდია გამოაცხადეს დამოუკიდებლობას. როგორც ყირიმში ჩატარდა რეფერენდუმი, ზუსტად რა კი ეს კეთდება. ანუ ეს რას ნიშნავს? ყველაზე კონსერვატიული ვერსია, რაც არის გავრცელებული, არის შემდეგი. პუტინი უნდა დათანხმდეს, კი ბატონო, წაიღოს ეს კრიმი და ეს 4 რეგიონი, პლუს ნეიტრალური სტატუსი უკრაინის, რომელიც არ გაწევრიანდება ნატოში არასდროს. ნუ იქ ჰუმანიტარული თემები, რუსული მეორენა და ასე შემდეგ. თქვენი აზრით მოხდება ეს გარიგება რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით? თუ არა და თუ კი მოხდება ეს გარიგება რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, რა გავლენას მოაქცევს კავკასიაზე და მათ შორის უშუალოდ ჩვენზე საქართველოს. მოდი ახლა ნუკლი შენი დავიწყოთ. ნუ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ესე იგი იმაზე აპელირება თუ როგორი იყო გუშინ სოფლიო საერთაშორისო ურთიერთობების სოფლიო წესრიგი აზრი აღარ აქვს, აზრი დაკარგა. და ჩვენ ხედავთ ახლა რამოდენიმე რაუნდიან კონფლიქტს და ამ პირველ რაუნდში აშკარად არის რომ უკეთესად გამოიყურება ჩინეთი, უკეთესად გამოიყურება რუსეთი ამ პირველ რაუნდში. ეს იმას ანიშნავს რომ მეორე რაუნდი სხვანაირად იქნება და გასაგებია რომ მეორე რაუნდის მთავარი საკითხი რატომ უნდა დაუთმოს მოდის ესე ვთქვათ რუსეთს ეს ტერიტორიები ისე, ხო? ერთ-ერთი ლოგიკა რატომ რაშიც არსებობს ეს არის ის რომ მეორე რაუნდში სხვა კონფიგურაცია უნდა იყოს ამ გლობალური დაპირისპირების და სხვა კონფიგურაცია ნიშნავს იმას რომ ტრამპს იმედი აქვს რომ ამ ახალ ეტაპზე რუსეთი უკვე იქნება დასავლეთის მოკავშირე, შეერთებული შტატების მოკავშირე ჩინეთის წინააღმდეგ. და შესაბამისად ეს დათმობა უკრაინის და კიდევ სხვა შეიძლება სხვა რეგიონების იქნება სწორედ ეს ფასი, რასაც გადაიხდის შეერთებული შტატები. ამას რო ტრამპი ესე იგი აპირებს ეს ფაქტია. ტრამპი იმას ლოგიკიდან ჩანს რომ ტრამპის ძირითადი აქცენტი ეს არის ჩინეთზე აქცენტი, ხო? რატომ ეხა პანამას სრუტე რატომ გახდა დღეს აქტუალური, ხო? იქ ძირითადად რაც ტექსტით ეწერა, იქ ჩინური გავლენები გაიზარდა. გაიზარდა კიდეც. ობიექტურადაც გაიზარდა, მაგრამ აქ ეხლა მთავარი რა არის?
გასაგებია რუსეთის გარეშე ჩინეთის დამარცხება შეუძლებელია. მეორე მხრივ ჩვენ ნახეთ რომ რუსეთის დამარცხება თუ მას ჩინეთი და კიდე ბრიქსის სხვა სახელმწიფოები გვერდზე უდგეს და შეუძლებელი ყოფილა რუსეთის დამარცხება ამ კომბინაციით. ესე იგი შესაბამისად ტრამპის თავარი პოლიტიკა არის ის რომ მეორე რაუნდში სხვა კომბინაცია იყოს გეოპოლიტიკური დაპირისპირების. და ეს ესე იგი პრაქტიკაში რას ნიშნავს? პრაქტიკაში ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას და ქართველებს უნდა გვესმოდეს. აი რომ ორველში არის ხო ეს რო საგარეო პოლიტიკაში ესე არის ხო რომ ერთ დღეს ევრაზიონისტები მეგობრები არიან, მეორე დღეს მტრები არიან. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახავთ ესეთ გადათამაშებებს, სადაც ერთდროულად მეგობრებიც იქნებიან და ერთდროულად მტრებიც იქნებიან. ნუ აიღეთ პირველი მსოფლიო ომები, როდესაც ერთი ქვეყანა ერთ ბანაკს ეკუთვნებოდა ომის დასაწყისში და რამდენიმე თვით ერთი წლით ადრე ომის დასაწყისში ფინეთის მაგალითი საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩვენ შევდივართ იმპერიალურ ხანაში. იმპერიალურ ხანას აკლია, ბოდესა ვთქვა პოლიტიკური რომანტიზმი. ესაა ძალიან პრაგმატული, ძალიან ცივი და შეიძლება ძალიან ბევრისთვის დამღლელი პოლიტიკური თამაში. და ჩვენ ხედავთ რომ აი ამ შემთხვევაში ვინ რომელიც როგორი საზოგადოებები არის მზად აი ამისთვის. ის საზოგადოებები აღმოჩნდებიან მზად, რომლებიც ენდობიან საკუთარ ხელისუფლებას. ჩვენ ნახეთ რომ რუსული საზოგადოება თუ არ ჩავდეთ ახლა რამდენიმე მილიონი ადამიანი 2 თუ 3 მილიონი ემიგრანტია ხო საუბარი რომელიც ომის შემდეგ წავიდა რუსეთიდან დაჭე საზოგადოება არა ენდობა მიყვება პუნქტს ეხლა ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ცალკე საკითხია მაგრამ ის რომ დობა აქვს საზოგადოება საკუთარი ხელისუფლების და ის ენდობა რომ დღეს შეიძლება ის მტერი იყოს და მტრულად არ იყო და მეორე დღეს შეიძლება მეგობარი იყოს და მეგობრულად უნდა აყიქო ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებების შორის რაღაცა შეთანხმება არის რომ სოციალური კონტრაქტი არის სოციალური კონტრაქტი არსებობს აი ქართულ საზოგადოებას აქვს ეს პრობლემა ქართულ საზოგადოება არის ამ ეტაპზე ძალიან ნუ შეიძლება წინა წლებთან შედარებით უფრო მოქნილი მაგრამ ზოგადად ამ გამოწვევებისთვის ჯერჯერობით არ არის მოქნილი ინფანტილური ხო ინფანტილურობის დიდი დოზა აქვს იმიტომ რომ რეალურად ნუ ინსტრუმენტები რომლითაც საზოგადოებას უნდა რაღაც საერთაშორისო ურთიერთობები გეოპოლიტიკა უნდა გაენალიზებინა იყო აბსოლუტურად რაღაც რელიგიურ სფეროს რაღაც ნაწილი სადაც სიკეთე და ბოროტება იყო და სადაც რაღაცა ესქატოლოგიური დაპირისპირება უნდა მოხდარიყო საბოლოოდ აღმოჩნდა რომ არანაირი ესქატოლოგიური დაპირისპირება არ ხდება არის ესეთი პრაგმატული ცივი რაღაცა პოლიტიკა არის ყოველს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ დროს როდესაც შენ გიწევს რომ ხან ერთგული იყო ევროკავშირი და ხან მეორე დღეს აკრიტიკო ევროკავშირი საზოგადოება ვერ მიყვება აი ამ გზას და ეს არის ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან ესე ვთქვათ ხო ძიმე არის პრობლემურია იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას ესე იგი არ ესმის რომ შეიძლება ქართულ საზოგადოებას მოდით ვთქვათ რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი რომელიც რა თქმა უნდა არ არის უმრავლესობაში მაგრამ მნიშვნელოვან რაღაც წილში ადგეს ჩვენს ესე იგი თანა საზოგადოებაში უბრალოდ ვერ ერკვევა პოლიტიკურ ძალიან რთულ პოლიტიკურ პროცესებში რომელსაც ხშირად მოდით ისიც ვაღიაროთ ზოგიერთი ექსპერტიც კი საერთოდ ვერ ერკვევა ის კი არა სამხედრო ჩვენ სამხედრო ექსპერტები ზოგიერთს რომ უსმენ და უყურებ როდესაც უკრაინის ომის კომენტარებს ახდენენ მე მგონია რომ თუ რომ პოლიტიკურ აი პოლიტოლოგიის ან სოციოლოგიის იმაშიც სფეროშიც ბევრად უფრო მძიმეა ვითარება. მე მინდა შევახსენო ყველას რომ როდესაც მეორე მსოფლიო ომი თავდებოდა და უკვე ნათელი იყო გერმანიის დამარცხება გერმანიის მოკავშირეები როგორც იყო ფინეთი როგორც იყო რუმინეთი და კიდე სხვები უნგრეთი რუმინეთი ბულგარეთი უცბად აღმოჩნდა რომ თურმე გერმანიის მოკავშირეები არ ყოფილან და თურმე საბჭოთა კავშირის მოკავშირეები გახდნენ უცბად ანუ ქართულ საზოგადოებას ერთი რამე უნდა და ავსტრიამ დაარწმუნა მთელი მსოფლიო რომ გიტლერი იყო გერმანიის დაბადებული კი ერთი რამე უნდა იცოდეს ქართულ საზოგადოება აი ბოდიში ბაიდენის სურათების ფასზე გამახსენდა რა აი რატო არ უნდა გაანაწყენო მხატვარიო რა ჰიტლერზე ამბობენ ამას ხშირად და ბაიდენსაც ეთყობა ჰანტერ ბაიდენს არ ანაწყენებდნენ და დიდ ფულს უხდიდნენ მაგით საქართველოს ამ ხანგრძლივ დაპირისპირება იქნება ეს არ იქნება რაღაც ერთწლიანი დაპირისპირება და ორწლიანი იქნება რამოდენიმე ერთ 10 წლეული მაინც იქნება როგორც მინიმუმ
ამ დაპირისპირების დროს საქართველოს იმისთვის რომ გადარჩეს მისთვის ის აღმოჩნდება რამოდენიმე ბანაკში და ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკებში. და არც ბანაკში რო არ ვიყოთ. იცით რა არის და ვიყოთ დერეფანი რომ მასკმას ხოვიხრა. ეს არის იდეალური ციფრული დერეფანი თქვენთან არის. ეს არის იდეალური მდგომარეობა ჩვენთან არის. მაგრამ ეგ ჩვენ არ ვიცით როგორი ხვალე, როგორი კომბინაცია იქნება ხო გეოპოლიტიკური. მაგრამ იმისთვის მზაობა უნდა გქონდეს, რომ რამე რო იყოს, წამგებიან მდგომარეობიდან გადავიდეთ უფრო მომგებიან რაღაც მდგომარეობაზე. ანუ იმ ბანაკში აღმოჩნდეთ, რომელიც არ მარცხდება მინიმუმ. ხო? და ასევე იმისთვისაც უნდა იყოს ზად, რომ თუ ის ძალა რომელიც გუშინ იმარჯვებდა და დღეს მარცხდება, იმად ბანაკში არ აღმოჩნდეთ და უცბად გადავიდეთ სხვა ბანაკში. ანუ ესაც ძალიან ცივი და პრაგმატული პოლიტიკა პატარა ერებისთვის მით უმეტეს. ეს პატარა ერებისთვის როგორც საქართველოს და კავკასიის სხვა ხალხები არის, ხო? აი ყველაზე ცუდი მაგალითი კავკასიაში ჯერჯერობით ესაა სომხური მაგალითი. ჩვენ ხედავთ სომხურ პოლიტიკას, რომელსაც დაივიწოს, მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს საკუთარი გეოგრაფია დაივიწოს, ხო? ჯერ საუბრობდა ფაშინიანზე როგორც რაღაცა ისეთ ლიდერზე, რომელსაც შვიდობა უნდა და პირველი რაც გააკეთა, როგორც ის პრეზიდენტი გახდა, შუშაში ჩავიდა და ის სომხური საბრძოლო ცეკვა იცეკვა, იქამდე სომეხ პრეზიდენტს ეგეთი რაღაცა არ გაუკეთებია. ტრალმა. აზერბაიჯანელების სასაფლაოს გვერდით მახლობლად. და მე აღმოჩნდა, რომ ესე იგი თან იმ შუშაში იცეკვა, ხო? ხო, შუშაში იყო. და მე აღმოჩნდა, ეს აღმოჩნდა, რომ თურმე ესე იგი პრინციპში დაუპირისპირდა იმ სახელმწიფოს, რომელიც ეხლა უნდათ ვიღაცას თუ არ უნდათ, ის არის ჯერჯერობით სომხეთის დამოუკიდებლობის გამტარი, რუსეთზეა საუბარი, ხო? და ისეთ პოლიტიკას აწარმოებს, რომ საფუძველს უთხრის საკუთარ დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ჩვენ რაღაც ესე გასაგებია, რაღაცა დასავლური ცხოვრების დონე მაღალია, მოგწოს ეს ცხოვრების დონე, მაგრამ ის დასავლური ცხოვრების დონე შეიქმნა სწორედ იმ სწორი გეოპოლიტიკური რაღაც გადანაწილებების შედეგად, როდესაც გუშინ ფრანგები და გერმანელები ერთმანეთს ხოცავდნენ მასობრივად და მეორე დღეს მოკავშირეები გახდნენ. და ჩვენზე ესეთი აზროვნები ჩვენ თუ საუბრობთ რომ ევროპელები ვართ, ევროპულ გამოცდილებას მიყვა და ევროპული გამოცდილება სწორედ ეს არის სიამდვილეში. კი ბატონო, ნანა, ანუ ნახე, ესე იგი გრენლანდია და მოკლედ ეს პანამა, მექსიკა და კანადა, ნუ მოკლედ გუბერნატორს ეს გოგონის გეძახის მასკი და აბსოლუტურად არა ესეთი უცნაური დისკურსი არ ბილად რო ვთქვათ, მაგრამ ეს იმას ენიშნავს, რომ ერთ-ერთ გამოცემებაშიც გამოქვეყნებული იყო რაღაცა ახალი დონროს კონცეფცია, ანუ მონროც არ არის გრენლანდიას იერთებს და მაგრამ თუ კი მონროს კონცეფცია არის გაძლიერებული აი ამ პოზიციებით არქტიკასთან ახლოს, ატლანტიკურ ოკეანეში და ასე შემდეგ. მაშინ აქტიურად ალაპარაკდა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ირანის მისამართით, ხო? მე ესე იგი თუ კი ეს არის მონრო, ესე იგი შენ თვითონაც ნებაყოფლობით ამბობ ვარს ჰეგემონიაზე, ხო? ნუ რა გეუბრუნდები ძველ კონცეფციას და მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე აცხადებ პრეტენზიას და აქ ნატოს დაშლას უკვე ძალიან ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, ვინაიდან აფრიკაში არ სჭირდება ეს ხარჯები, რომელსაც ევროპაში ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც სხვა ამოცანები აქვს იგივე ჩინეთი. აი შენ როგორ უყურებ აი ამ გარიგებას, რომელიც შეიძლება და საერთოდ რამდენად რეალისტურია, რამდენად ფიქრობ, რომ შეიძლება მოხდეს და რამდენად იქნება გათვალისწინებული რუსების და ევროპელთა ინტერესი თუ იქნება გათვალისწინებული და ვინ უნდა იყოს ევროპელების მხრიდან ამ მოლაპარაკებაზე, თუ უნდა იყოს. აი ისევ ის პრობლემაა, ფონ დერ ლაინი მაკრონი ეს ჰეგემონობაზე პირდაპირ გეტყვი, პირიქით ეს არის თანმიმდევრული ნაბიჯები იქით, რომ აღიდგინოს ჰეგემონობა შეერთებულმა შტატებმა. ეხლა აქ რამდენიმე კომპონენტია მნიშვნელოვანი კანადის და გრენლანდიის შემთხვევაში, გარდა უზარმაზარი წიაღისეულისა და გარდა გეოპოლიტიკური მონაპოვარისა, ეს არის არქტიკის კონტროლი, რომელზეც ჯერჯერობით დომინირებული როლი აქვს რუსეთს. ამიტოა ეს თემები შემოსული ნავთობზიდების, ახალი სანქციების და ეს არის სულ ვაჭრობის მექანიზმები. ეხლა
ჩინეთზე ვლაპარაკობდით ჩვენ, ხო? აი ვინ ვისთან ერთად იქნება და აი ჩინეთი და რუსეთი დაუმარცხებელია, რუსეთი და შეერთებული შტატები ჩინეთისგან დაუმარცხებელია. ეს ყველაფერი არის მრავალ კომპონენტიანი თამაშის ნაწილები, იმიტომ რომ სრულად განსხვავებულია ტრამპის მიდგომა ჩინეთთან ეკონომიკური ომის თვალსაზრისით და ეს მისთვის პრიორიტეტია. და ნაკლებად მნიშვნელოვანია მისთვის, რომ ეცადოს ჩინეთის ლიბერალურ დემოკრატიად გადაკეთებას. საკუთარ ქვეყანაში არ აინტერესებს უკვე ეს და ახლა ჩინეთში რატო დააინტერესებს. აი გავაუბრალოთ რა, გავამარტივოთ ძალიან და ვთქვათ, ეხლა ტრამპს უნდა ებრძოლა რუსეთთან, რომ უკრაინისთვის დაებრუნებინა რაღაც ტერიტორიები, ხო? და რატო უნდა ებრძოლოს ზელენსკის მაგივრად უკრაინისთვის ტერიტორიების დაბრუნებაზე? რუსა თვითონ მიერთებს კანადას და გრენლანდიას და იქ მექსიკის სრუტეშიც კონტროლს დაამყარებს, ხო? ანუ ჭადრაკის მაგივრად შაში ითამაშა. და ხა მე ველოდები ფუკას როდესაც ჩაპაევი ითამაშა. ხო და ახლა ევროპას რაც შეეხება შტატებს ბოლო პერიოდში მიუხედავად იმისა, ვინ იყო პრეზიდენტი, არ დაუმალავთ, რომ დასუსტებული ევროპა ურჩევნიათ და მასზე მთლიანად დამოკიდებული, ხო? თორემ მთელი ეს ნავთობის ფასებით თამაში და ამერიკული რაღაც ფიქალის გაზის შეტენვით ბოდიში ამ სიტყვაზე დამთავრებული, ეს არის ევროპისთვის იმ ფულის ამოცლა ჯიბიდან, რომელიც რო არ ამოეცლიათ, შეიძლება 5%-საც კიდე ყოფნოდა ნატოს დაფინანსებით. რუსებმა დაუთვალეს, რომ 2 ტრილიონი დაკარგეთო. მეტიც არის დაკარგული, ეს ახლა აი უხეში დათვლებია, რაც ზედაპირზეა და თუ მთელი ომის განმავლობაში გადავხედავთ, გაცილებით მეტია დანაკარგები და მათ შორის რეპუტაციული დანაკარგები, როგორც პოლიტიკოსების კუთხით, ისევე იმ კომპანიების კუთხით, რომლებიც ასე ფაქტიურად გაკოტრების პირას არიან და ეს ხო უბრალოდ კომპანია არ არის, ეხლა Volkswagen-ი გაკოტრდა და მიმულია ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანი ამ კომპანიებზე. კარგი, სხვანაირად კითხა უბრალოდ მაშინ. აი დაუწეს ეს სანქციები პუტინს. ეხლა არა აქვს ეხლა ისე საქმე რუსებს, რომ ეხლა დაიწყოთ ინფლაციური პრობლემები, ვერ აგვარებენ ამ პრობლემას, დოლარი არ შემოდის ქვეყანამ მცირე რაოდენობით. ამ სანქციებმა თავისი უკვე რაღაც თავის ეფექტს იძლევიან, განსაკუთრებით ის რაც 2-3 წლის განმავლობაში იყო შემოღებული. ასევე ხედავთ უკრაინელების საკმაოდ მაღალ აქტივობას, როდესაც ნადგურდება ნავთობ ბაზები, იქ სხვადასხვა სამრეწველო, ესე იგი კომპლექსები და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს თავის ეფექტი აქვს. თუ დაიწყო ინტენსიური დახმარების გაწევა სხვა შეიარაღების მეშვეობით, შეუძლია უკრაინას დიდი პრობლემების შექმნა რუსეთისთვის. როგორ ფიქრობ, აი ეს საკმარისი არ იქნება ეს არგუმენტი ტრამპის მხრიდან, რომ რაღაცა დაიყოლიოს პუტინი და აი დათანხმდეს აი ამ არსებულ ვითარებაზე. ამ პირიქით დაათმობინოს რაღაცა, იმიტომ პუტინიც ალაპარაკდა კომპრომისებზე. კომპრომისი ხო ძალიან ლამაზი სიტყვაა საერთოდ. კარგი, ხო და გააჩნია შერეს ჩათვლი კომპრომისად, ხო და რაც არ ჩათვლი ხა. პუტინს ნათქვამი აქვს თავისი წითელი ხაზების შესახებ და აქ არის ის, რომ თავის მეზობლად ნატოს წევრ უკრაინას არ მოითმეს. ის რაც მან კანონმდებლობით დაიკანონა და თავის შემადგენლობაში მიიღო იმ ტერიტორიებს ვერ დათმობს, იმიტომ რომ ამაზე პირდაპირ ასე ვთქვათ, სამართლებრივი დევნა. ხერსონს ვერ აკონტროლებს. ანუ დაიპყრობს ამ ხერსონს. ზაპოროჟიას, ანუ რომელიც არის აი ამ გუბერნიის, ესე იგი, დედაქალაქი, ამასაც ვერ აკონტროლებს და ალბათ ვერც გააკონტროლებს, ვერ მოასწრებს უბრალოდ და ძალიან ეხლა ავდიევკასთან რომ გრძელდება 6 თვის განმავლობაში საომარი მოქმედება, ამხელა დიდი ქალაქების აღება რუსებმა ვერ შეძლეს, ერთი ხერსონი არის და მარიუპოლი, მაგრამ მარიუპოლის თავისი მასშტაბებით ვერ შეადარებ, ხო? ვერც ზაპოროჟიას, ვერც ეხლა იმას მით უფრო დნეპროპეტროვსკს. ძალიან ეჭვი მეპარება იმაში, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვინმე ისე ღრმად იცოდეს უკრაინის ეს გეოპოლიტიკური ამბები. არა, ეგრე არ არის. არა, ნამდვილად გეუბნები, იმიტომ რომ საკმაოდ ზერელია საუბედუროდ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში მიდგომები არის ძალიან ზერელი. და ხანდახან გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ დეტალებში არც კი იყურება არავინ, იმიტომ რომ ითქვა და ითქვა, გავიარეთ შემდეგი ნაბიჯები. აქ ჩვენი როლია, ჩემი აზრით, ეგ ითვლება ელემენტარულად. ლუკაზე ითვლება, რამდენი კვადრატული კილომეტრი აქვს აღებული. ეს ტემპები
თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, რუსებს დასჭირდება რამდენიმე წელი, რომ დაიპყროს ეს ნაწილი მთლიანად აღმოსავლეთის. მაგრამ გარიგების ფასს გააჩნია. ჯერ ერთი ჩვენ ვიცით არა, აი ნუკლეის ისტორიიდან ანკლავების ისტორიები ვიცით, ხო? შეიძლება გარკვეული ანკლავები დარჩეს იქ უკრაინის ტერიტორიაზე. მე სხვა რამეს გულისხმობ. აი ნახე, ნუკლეის ვერსია და ამაზე ვცელდება ბევრი, რომ თავარია ეს ამ ვაჭრობის, ამ გარიგების თავარი სტრატეგიული მიზანი რუსებისთვის არის უსაფრთხოების გარანტიების მიღება, ანუ სისტემური უსაფრთხოება, რომელიც სხვათა შორის მაინც და მაინც არც ამ ტერიტორიების ინკორპორირებას ნიშნავს, საკმარისია უკრაინამ რაღაც თავისი ნეიტრალური სტატუსი დააფიქსიროს, იქ რუსული ენა მიიღონ როგორც მეორე სახელმწიფო ენა და შეგახსენებ ახლა. ხო იყო ეს კაცო ნეიტრალური სტატუსი კონსტიტუციაში იყო გააუქმეს. რუსულ ენას ჰქონდა თავისი სტატუსი გააუქმეს და ახლა ნდობა ხო უნდა ქონდეს იგივე რუსეთს როგორც სახელმწიფოს თავის ვიზავისთან, რა რომ იგივეს არ გაიმეორებს 10 წელიწადში. და ამიტომაც ამბობენ რომ შეჩერებას ჩვენ არ დაუშვებთ. იქნება, ანუ თქვენ აირჩევთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ან ვინმეს ლეგიტიმურს, ვინაიდან ამას არ თვლიან ლეგიტიმურად და მერე ჩვენ აი ამ ლეგიტიმურ საბოლოო შეთანხმებას დავდებ, სადაც იქნება, სადაც იმის კითხვის გარეშე იქნება ის ინკორპორაცია ამ 4 რეგიონის და რა თქმა უნდა კრიმის და ნეიტრალური სტატუსი დაფიქსირდეს. მაგრამ ამის სანაცვლოდ პუტინმა შეიძლება გაყიდოს ჩინეთი? არა, ჯერ ერთი პირდაპირ თქვათ, ახლა რუსეთი გიყვარს, არ გიყვარს, გძულს თუ როგორ არის, რუსეთს არჩეული აქვს, ყოველ შემთხვევაში დღესაც ასეა და ბოლო 20 წელია ასე გრძელდება, რომ ის თავის პარტნიორებს არ ღალატობს, არ ყიდის. სომხეთი ამბობს, რომ მიღალატეო, არ დამიცავე. ნუ ახლა ვინვის უღალატა, ეგ რთული ამბავია, ახლა მე შექსპირი არა ვარ და ახლა ოტელოს ვერ დავწერ მაგათი ურთიერთობების ნიადაგზე, მაგრამ ვინვის უღალატა, ვალშევი ვაპროს როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, ხო? რუსეთი აღიქონს ფაშინიანის შებრუნებულ პოლიტიკას ღალატად. ახლა ამიტომ ერთმანეთში დაილაპარაკებენ და გაერკვევიან რა, თუმცა სომხეთი გაცილებით უფრო დიდია სომხეთის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მისი ასე ვთქვათ შესაძლებლობებით ჩვენთვის ცნობილია და ჩვენ სამწუხაროდ ამ ინსტრუმენტებს მოკლებული ვართ მთლიანად. რაც ვართ, ეს ვართ, ჩვენ უნდა გადავერჩინოთ თავი რამენაირად. ასე რომ კი, ყველა ფორმულა შეიძლება იყოს მისაღები, მაგრამ რუსეთისთვის მე როგორც ხედავ და მგონი არ ვცდები, 2014 წლის ასე ვთქვათ გადატრიალების, კონსტიტუციური გადატრიალების შედეგების ნოლზე დაყვანით, პუტინი ბევრ რამეზე კომპრომისულ ნაბიჯს გადადგამს. და მათ შორის, რა თქმა უნდა, ვინ იქნება შემდგომი ხელისუფალი უკრაინაში და დაიხსოვეთ ჩემი სიტყვა და იქვე დადგება საკითხი ზელენსკის მმართველობისას შადენილი დანაშაულებების, მხილების და ასე ვთქვათ, დამნაშავეების გამოვლენის თვალსაზრისით. ეს გარდაუვალი ამბავია. და დანარჩენი ახლა ეს პატარ-პატარა საკითხებია, გავიხსენოთ საბერძნეთის საკითხზე რამდენხანს კამათობდნენ სტალინი და ჩერჩილი, როგორ დამთავრდა. ასეთი კამათი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება, ძირითადი ასე ვთქვათ ჩარჩოს შემუშავება, ცეცხლის შეწყვეტა და დანარჩენი ყველაფერი შემდეგ. კარგი, თუ კი მიაღწია პირდაპირ კითხავ და ეს დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. თუ კი პუტინმა მიიღო ის, რაც პრინციპში, რასაც ითხოვს. ანუ ითხოვს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, აი ამ ტერიტორიებს, რა ბედი შეიძლება ეწიოს საქართველოს. ანუ საქართველო ავტომატურად ხდება რუსეთის გავლენის ქვეშ თუ ეს არის სხვა შეთანხმების ამბავი. იქნება თუ არა ვინმეს გავლენის ქვეშ თუ იქნება აი დამოუკიდებელი ხაბი, რომელსაც გეოპოლიტიკად, გეოეკონომიკურ, გეოგრაფიულად, ციფრულად არის აი ესეთ სტრატეგიულ ადგილას, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთს, სამხრეთთან, აღმოსავლეთს, დასავლეთთან და ჩინეთიც სარგებლობს ხო სტარლინკის ნელსონმა თქვა ხო რა ჩინეთისთვის ტრანსკასპიური დერეფნის კონტექსტში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იქნებ საქართველოს აი ამ ფუნქციის შენარჩუნებით გადარჩეს რომელიმე გავლენის სფეროს აი ეს არის მთავარი საკითხი და არავის გადამეტებული ზრუნვის და გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს საქართველოს და ამას არეგულირებს სწორედ ეს შემთხვევითი არ არის SpaceX-ის ბოლო განცხადება აქ თავის დროზე შევარდნაძემ როდესაც BP შემოიყვანა და ბაქო თბილისი ჯეიხანზე დაიწყო მუშაობა ვერ წარმოედგინა რა ბენეფიტს მოიტანდა ეს ვიღაც ეგონა რომ ფულებს დაუჭრიალებდნენ საქართველოს აქ მარტო ფულზე არ არის იმან შექმნა
უსაფრთხოების გარანტიები და დღეს ახლა როდესაც ციფრული ხაბის შექმნაზეა ლაპარაკი, ამაზე დამოკიდებულია სრულიად მთელი მსოფლიო. ჩინეთიდან დაწყებული, ევროპით და შეერთებული შტატებითაც დამთავრებული. ფინანსური ხაბი. ესე ოფშორების კანონი. აი ეს არის ჩვენი ნიშა და ტრანსპორტი. რა თქმა უნდა, ახლა უკვე სახმელეთო გადაზიდვებზე და იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ეს დიდი ხანია ამაზე ყველაფერი ნათქვამია უკვე, მაგრამ აი ეს ბოლო მომენტები ჩვენ გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას დავიკავოთ ეს ნიშა და ქვეყანას ჰქონდეს გაცილებით უფრო დიდი უსაფრთხოების გარანტიები, ვიდრე ერთ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის და სხვა ნავთობ და გაზ საადენებს. აი ეს არის და მე ვფიქრობ, აქ ძალიან ბევრია დამოკიდებული ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომებზე. რასაც ნუკრე ამბობდა, ხა არ არსებობენ მუდმივი მეგობრები. დღეს შეიძლება მეგობარია, ხვალ შეიძლება ცოტა ნელთბილი ურთიერთობებიც კი ჯობდეს ამა თუ იმ მხარესთან, მაგრამ ის რომ მათი ინტერესები აქ იკვეთება და უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გამოყენებული საქართველოს სასარგებლოდ, ეს არის უდაო. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, უგრუბესი მადლობა ამ საინტერესო, ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის. ვიფასოს მეგობრებო და მაყურებელო, გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. კარგად ბრძანდებოდით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ხომ უსმინეთ ექსპერტებს აბსოლუტურად, ვეთანხმები ყველაფერში, თქვენს მე მგონი ეთანხმებით. მოკლედ ბედნიერად.